გაუმარჯოს. რანი ხაი ყავა არ დამილევია და ყავა მინდა. ოღონდ ვაიმე და ყავა მინდა ძალიან მეთქეთი სული მაქვს W2 და ეგეთი რამები არა. ცოტა გამოშტერებული რო ხარ და მინდა რომ გამოფხიზო. ნუ ეგ ყავით ბრალი არა. ცოტა დავრო. ისე რომ გადაყურვა არ მომიწიოს. დამწარი ცალ. როგორც ხედავთ, ქალაქში არ წავსულვარ. ნინოს რომ ხარ წავიდეთ მეთქი, იმიტომ რომ ამინდის გამო რა, ხან მოიღრუბლა, ხან რა და თან აი რაღაცნაირად. ხო ისა, ფეხი არ ამტკივნია ხარ, ხო საერთოდ. აი რაღაცას ერთ წერტილში, აი სადაც გუში მტკიოდა. აი ერთ წერტილში ვგრძნობ უბრალოდ რაღაცას ძიმეს. აშკარად 2 დღის წამალმა, 2 ჯერ დალეულმა უბრალოდ და დილას მესამე დავლიე შედეგი აქვს. ან მეტად დავისვენე და მაგის ბრალი. ნუ დავაკვირდები, ვნახოთ. ყველაფერი მოვრჩი. საერთოდ რაღაცები არის და საერთოდ კატასტროფა არ არის და აუცილებლობას არ მოითხოვს, როგორც გუშინ წინ ითხოვდა. გარიცხვა გაშრობას, ამიტომ არ ვრეცხავ. იმიტომ ჯერ ასაკრეფიც მაქვს ერთი პირი დასაფენე, ეგ არ გამიკეთები. იმდენი კამპოტი გავлихარ, რომ გავიჭებენთ მე და ნინო. ხო, იმას უყურე კიდე სერიალის იმ ბოლო ნაწილს. და ეს ალბათ როგორ იყო, იცი, ხო უყურებდი, მე აღმოჩნდებოდა რომ მეძინა. მე გადავახვევდი. რაღაცა იმ მომენტს რომ გავწდებოდი, კიდე გამეღვიძებოდა. მე ცალკე დავიტანჯე და სერიალი ცალკე. ეხლა ნინოს ვათხოვე ცოტა ხანი კომპიუტერი. თუმცა არის რაღაცები, რის უყურებაც მინდა და რადგან ბავშვები არ არიან დღეს და ხვალ სახლში, დღეს და ხვალ მე და ნინოსაც დასვენების დღეები გვაქვს და ვაკეთებთ ოფიციალურ საქმეებს მარტო. საჭმელი რაღაცები მაქვს, მაგრამ რა რომ იმასაც ხინკალ შევწო, ასე რომ სასწრაფო არაფერი არ არის რა. მინო და ყავა გარედამელია, მაგრამ აი რამდენად მოვახერხე, ეხლა ვნახოთ. ხალათი არ მოცვია. მოღრუბლულია, მაგრამ არ ცივა. ერთი კომენტარი იყო, რომ ეხლა როგორ ალაგებო რა, გეგმებსო ან რაღაცებსო საერთოდ რა. რა ის გეგმებს ხარ საერთოდ. საერთოდ აი აქამდე თითქოს დალაგებული მქონდა რა, რომ აი წინაზეც გითხარით, რომ აი ივანე სტუდენტი გახდება, მე ვმუშაობ, პარალელურად საროჭკებს დავხატავ. მოკლედ რა, ეს რაღაცებს გეგმავდი და ეს გეგმა დამეფარა თავზე. აი ეხლა საერთოდ აქვს ამ გეგმა. ისე იქნება, როგორც საჭიროა. როგორც ესე მივუყვები დინებას რა. დილამდე მეგონი აღარ იქნება იმის აუცილებლობა, რომ ჭურჭელი დავრიცხო. ხა რასაც ვიხმართ, ჩავაგროვებ და უცბად დავრეცხავთ. რით.
წამოდი გადავიდეთ ბაღში. დაყავას რო დავლევ, მე იქნებ საერცხი ავკრიბ. აი, რომ მოძრაობ. ოდნავ. ძალიან ოდნავ არ მაწუხებს, აი მახსენებს თავს. ნახეთ აქ ბალახებია. ამოდის კიდევ. ამ ბალახებს მოშვებით ხოლმე ქათმებს და დღეს არ დამიყრია. ჩვენი სკამი. და ტელეფონს რაზე ვაყუდებ ხოლმე? რაღაც აგურია ხოლმე აქ. აქ. მიკვირს გადმოველი და კატები არ გადმოვყვნენ. ეძინათ. გავიხსენოთ ძველი დრო. აი ეს. სულია ეს ნახეთ. ლამაზად. ესე ვიზავრა. ჰამაკსაც დიდი სიამოვნებით ჩამოვაბავ. მე ჯერ მე მგონი ადრიანა მეტანია რა. იმიტომ რომ წვიმები და რაღაცები ჯერ კიდე გამოცხადებულია. და გრილა საჰამაკი. ნახოთ როგორ გაკაჩავს. ესე იგი, ხა მოგიყვეთ გუშინწმინდელი ამბავი. გუშინწინის წინ, როდესაც მუშაობდი, სამსახურში ვთქვი რა, რომ ზეგმეთქი ბარბარე ანუ ცეკვიდან მიდიან და სრულიად ტიტველი მყავს საბაკურიანეთ თქო რა. არაფერი არ აქო და ნუ ეხა სახში ჩასწრენ რაღაცები ხო. კურტკა დუტი არ ქონა ელემენტარული. იმიტომ რომ რატომღაც არ უყვარს დუტი. იმიტომ რომ ბევრი იმიტომ იყო. პალტო ვუყიდე ამ რამდენიმე წლის წინ და იმას ხმარობს კარგად. გეის მეძახის სამაგიეროდ. ხო და მე უმეცსაო არა ყოფილი ვარ მან და ნინო მეუბნება, ჩემი უფროსი ეგრეთ წოდებული. ცივასად. ხო და მოდი ერთად წავიდეთო. მე ვთხარი მე მანქანით არ ავმოდი, ეგ სუსუ მანქანით დადის. მე ვთხარი მე მეთქი მანქანით არ მივდივარ, მეთქი მივდივარ ფეხით და უბრალო მოკვდავები როგორც დადიან მეთქი ისე წამოხვალ და კიო კაც როგორ არ წამოვალო. და დავგეგმეთ რომ მეორე დღისით 10-5 წუთიან მარშრუტკას უნდა გავყოლოდი, რაზეც წელი მოსწყობა. ადრიაო. მე ვთხარი ადრე არ არის, იმიტომ რომ ფასტაკლებები დაიწყო და ყველა ვარიანტში გადამყიდველები და ისინი მიდიან რა, ვისაც მეურადების მაღაზია. ხო და ყიდულობენ რაღაცეებს და მე ყიდიან და ფასტაკლებებს ელოდებიან ხოლმე ზოგადად რა და მეთქი არ არის ადრე არანაირად. ნუ კაი ოღონდ ხოწებო დილითო დამირეკეო და დილით მივწერ მეთქი ადევსიო წასვლის დროა. ბარბარეთ წავიყვანე რა თქმა უნდა, აველი თუ არა მე ცოტა ზემოთ ცხოვრობ, ანუ საკმაოდ რა, ისე რომ მარშრუტკა ჩემ ადგილამდე რომ მოდის, ანუ ადამიანს დაჯდომა შეუძლია მარშრუტკაში და აი შუა სოფელს რო ჩასწდება უკვე რაც ქვემოთ მიდის, დასაჯდომი ადგილი ფაქტიურად აღარ არსებობს და უნდა ფეხზე იდადგე. ხო და ხა წარმოიდგინე ქალი მანქანით მოძრაობს მარშრუტკაში ეპატიჟები და ფეხზე უნდა დადგეს, დაურეკე ანუ რომ მიუახლოვდით რა, საცხობს რომ მეთქი ძალიან ბევრი ხალხია, რამენაირად უნდა ამოიბლაყო მეთქი, მე ვთხარი ამოვიდა. მე საკმაოდ უკან ვიჯექი და ანუ მე ხალხი ამოდიოდა და ამოდიოდა ეს უკან მოდიწევდა. ისე რომ მარშრუტკაში ჩემი მეგობარი შემხვდა. ხო და ჭორაობდით ვიცინოდით, ისიც იცინოთ ანუ რომ აი ესე კიდებოდა ინინო. საუკუნე მარშრუტკაში არ ყოფილა. დედას გულის სულის ვარდი მოვიდა, მოდი. არ დაწვე ბიჭო მან. მე როგორ მიყვარს ვიждები ამაზე. ხო და ესე იგი მოდი ჩემ. მოდი. გულში ჩაგეხოტო, მოდი. აქ გულში. შემოცხოვრებ. სამგორამდე აი იცი როგორ მიველით.
სიცილ ხარხარით. ხო და წავედით, გავეშურეთ ისნისკენ. შევედით, მე ვთხარი, ხა სათითაო კალათა ბარბარე მანამდე ყავდა გაფრთხილებული, ანუ ჩემთვისაც ხომ უნდა მეყიდა რაღაცები, იმიტომ რომ ყველაფერი მიჭერდა, ანუ საგარეო თუ საშინაო იუბკები, რაც მანამდე ვიყიდე, ერთადერთი მანდნაყიდი გახსოვთ, ესეთი ჭაობისფერი კომბინეზონი რო ვიყიდე, ერთადერთი მაქვს ეგ კარგად გასვლა რო შემიძლია სადმე მაგით. დანარჩენი არაფერი, ანუ ჯინსის იუბკა, რომელიც ძალიან კარგად ჰქონდა და ახალია, სრულიად გადავდე. წინ სუჩაღილულია რა, წინ და ანუ წინ სამი ღილი არ მეკვრება. ხო და გადაფუჩქნული ხარ ვივლდი შავი კაპით. და ეგ რაღაცები მეც მომეყიდა რა და რადგან ვიცოდი რომ გადამყიდველების ამბავიც იყო, მეთქით ყველამ თქვენი კალათა და ყველა თქვენ გზაზე თქო. ბარბარე ეგევე კურტკებში გავუშვი რომ ანუ ჯერ უბრალოდ ჩაყარე რაც თვალით მოგეწონება, მაინც უნდა გაისინჯო რა, არ დაელოდო ნეტა, კარგად მექნება, არ მექნება. უნდა გაისინჯო მეთქი მაინც. მოდი ჩემთან რა, დედი. აქ გულში შეგხვდები. მოდი. მოდი ჩემთან, მოდი ჩემო ლამაზო. ვინმე როგორ მიყვარხარ, ჩემო ბიჭო. როგორ მიყვარხარ, ჩემო სიხარულო. ყველა მიყვარს, მაგრამ ამანიცის სითბოს გამოხატვა და ამანიცის მოფერება და ჩახუტება გულში. იმიტომ მიყვარს. სულ ხასიათზე არ იყო ეს მოვა და ჩაგიხუტებ. აი ესე ამოვა და ესე ზისხარ. ბავში ვითა ზისხარ ხნება. იმიტომ რომ ჩემი ბავშვია, მე გავზარდე. იცი როგორი პატარა იყო, რომ გავზარდე, რომ მომიგდეს კარებთან. 4 ძმა. რო ჭამა არ იცოდა. მე ვაჭამე, სუძალით ვაჭემდი, რომ არ მომკვდომოდა. და ესეთი დიდი ბიჭი გამეზარდა, შემოსიხარდა. მოვიდნენ კიდე ვინმე აგე იქ არის შავი. ჩანს, აი. ხო და მე იუბკებში პირველი რაც წაველი, იუბკებში წაველი. ჩავყარე 1, 2, 3, მაინც უნდა არა, იცი როგორ გასინჯვის ნერვი არა მაქვს მეთქი და თვალის ზომით ვიღებდი და всё ამას ყიდულობდი. გავიხედე ბარბარეს და არჩეული აქვს რაღაცები რა. დამადგა იასაულევით რომ მე მოვრჩიო და მეთქი წადი კიდე გაიარე. ნახე მეთქი ან ზედა იქნე მოგეწონოს მეთქი და ისეთი თბილები აღარ უყე, თხელი ნაქსოები რამე რომ სეზონური იყოს. ნინოს გავხედე და ცარიელი კალათი დარიხინებს იმ დახლებს შორის. ჯარი დაგეწო ქროკალო. ჩააგდე ერთი რამე მაინც ჩააგდე უბრალოდ რო იარო ის. იქიდან ვეძახდი. ნინო არჩიერაბე ერთი უხარო და ჩვენ სავსე ქოდა კალათი და ის ერთია. მე იცი რა დამევართ აფეხი რო ამტკივდა. აი მინდოდა რომ თხელიზე და ის საროჭკასავითა რაღაცა ეგეთები მეპოვნა და აი ერთსული მქონდა გამოსულიყავი რა, ძალიან დავიღალე. და თან ხო უნდა ანუ იმდენი რაღაცა ავიღე მე 18 ნაჭერი იყო რომ 18-ს ვერ ვიყიდდი და არ ვიყიდდი რა და მეთქი ამას всё გავისინჯავ და დაახლოებით მასე ჰქონდა ბარბარესაც. წაველით გასასინჯად. გვერდიგარდ ვიყავით მე და ბარბარე რა. ნინო ჩემს წინ. და იმას 3 თუ 4 რაღაც ჰქონდა აღებული და წამებში იქნა. ისე რომ სალაროშიც გაატარა, სანამ მე და ბარბარე ვისინჯავდით. ხან მე გავხედავდი ბარბარეს, ხან ის გამოხედავ. ბარბარე როგორია რაღაცა. ხო და ესე იგი 18-დან 15 ავიღე ხალხნო. ოღონდ მართლა აი საროჭკებზე ვგიჟდები მე რა. ოღონდ იცი როგორ საროჭკებზე აი განახებთ მე ვიდეოში. აი კუბიკებიან, აი ვგიჟდები მასეთ საროჭკებზე. გინდა შიგნიდან ჩაიცმე, გინდა მაიკაზე ჩაიცმე, ანუ თან ისეთი სტილია, რომ ანუ აი წინგანი რაღაცნაირი რა, რომ ანუ არ მომიჭერს და კაი ხანი კიდე 9 თვემდე მეყობა თქო. და მერეც ჩაიცმე, ვის არ არის რომ მარტო ფეხმძიმობისას გეცვას და მერე გადადო და გადააგდო, არა. ხო და სულ ეგეთი რაღაცეები, იუბკები, კაი რაღაცეები ავიღე მოკლედ რა. ერთი ბაიკის ზედა არის კაბა არის. აუ ერთი კაბა კიდე ნაქსოვი თხელი ისე მომეწონა ისე რომ უბრალოდ გუშინ არ იყო მშრალი რომ გადამეცვა სამსახურში წასულიყავ და არც გადაცმის დრო არ იყო 2 წუთში ჩავედი. განახებთ მაგ ყველაფერს.
ხო და 18-დან ავიღე 15 და დაახლოებით 13-14 ნაჭერი ბარბარესი იყო ალბათ რა ეს 175 ლარი გადავიხადე აი გრუბად რო თქვა 25 ნაჭერში აი ზოგი 8 ლარი იყო ზოგი 7 ლარი იყო ღირს კიდეც იმიტომ რომ ბაცაცო რა გინდა აქ ვერ გადმოგიშვებ გასაძრომებია გადმოუშვა დავცოდო ვარ გადმოუშ ცოტა მოიცა მოვდივარ ბაცაცო მოვდივარ ჩემო ლამაზ ბაცო მოდი პატარა მოდი დედას პაწეწინა მოდი გამოგიშო ცოტა ხანი მოდი ამოხტი პატარა მოდი დედასთან მოდი ჩარა ბიჭო მოდი ჩემთან მოდი გამოდი ვერა მოდი ხარ თუ იხა იმაიმუნო მოდი ეხა ის რო დავხურო აჰა ესე დავუდებ მოდი ამოდი ამოვარდა ცოტა ხანი ინავარდოს ბალახებში მოდი ჩემთან ჩემო ბიჭო ბაცო მოდი აქ მოდი ტუალეტის ფონზე ყველა სასაცილო რა იყო სოციალურ ძალიან სწრაფად გამოვალთ ანუ 10-ზე იქ ვიყავით და 12-ზე უკვე ხალხი ესა ნაყიდი ქონდა რა და გამიკვირდა რომ ხალხი საერთოდ არ იყო ბაცაცო აქეთ მოდი და გამოველთ თუ არა პირველი ფრაზა ნინოსი ჩემ ნინოსი არა იმ ნინოს დიდ ნინოს სადამე საშაურმე არ არის რომ შევიდეთ და ჩამოთ მეუთხარი გაგამწარებ ეხლა არ შეიძლება ჭამა მეუთხარი ვაგზალზე მეც საქმე მქონდა ცეკვის რაღაცები უნდა მეყიდა და ნინოსაც საქმე მქონდა ტორტის რაღაცები უნდა ეყიდა ვაფლზე უნდა დაებეჭდა რა სურათები რაღაცები რაზეც ვაკრავთ ხოლმე მეუთხარი ჯერ საქმე მოვითავთ ესე შუა გზაში ჭამა არ შეიძლება მე აღარ შემიძლია მოძრაობა მე და ბარემ იქვე ჭამოთ მეთქი კაი საშაურმე ვიცი წავალ სუკუნესით წამოვიდა წავედით მალევე ვიყიდეთ სხვათა შორის აუ სასაცილო რა იყო იცი ხა მარინაში რო ვიყავით უნდა გადამეხადა და ბარათით მეთქი ხო შეიძლება რა და ნინოს ვებლატავები რომ ნახე მეთქი მეც შენსავით მეთქი უბრალო მოკვდავით კი არა შენსავით მეთქი ბარათით ვიხდით ხო და დავადე და პინ კოდი აკრიფეთო და დამავიწყდა ისევ ქეშით გადავიხადე ის დაბძინო და ახლა მე ვნახე სკრინი მე იმებს ვერ ვიმახსოვრებ აი ტელეფონის ნომრებს ვერ ვიმახსოვრებ ლაშას ტელეფონის ნომერს რომ მეკითხებიან უნდა ვნახო მარტო ჩემი ტელეფონის ნომერი ვიცი ზეპირად სხვა არაფერია და ნომრებთან ცოტა ვერავარ კარგად რა აი დამახსოვრებაში ხო და ეხა კი მახსოვს მაგრამ მაინც დავსკრინე და შევინახე და აი ესე სანამ ვიპოვე მეთქი კაი ხო ქეში სასაცილოდ გამოგვივიდა ეგ ვერ გადავიხადე ისე უბრალო მოკვდავით გადავიხადე ბაცაცო ჩემთან მოდი აქ წავედით ვივაჭრეთ ვიყიდეთ რამე რუმეები და იქვე საშაურმეში შევედით სურათიც დადო ნინომ Facebook-ზე მოლოდინის რეჟიმით რო ვიყავით კარგ გემრიელად ჭამეთ და აი იცი როგორ შევჭამეთ ზიომე აღარაფერს არ შევჭამო და გამოვედით ანუ საშაურმე და გამოველთ რომ მეტროს კი უნდა წამოს ანუ სახლში მოვდივართ რა და ვაიმეო უფროსი ამოჩენ პერაშკის ისაო პონჩიკის უნიაო პონჩიკი ის როა ბრა ხო პონჩიკები კრემიანები ჩოვლებრივ ვაიმეო პონჩიკის უნიაო რა სიძახი ამას ეს უნდა შევჭამო ქალო მეუთხარი ამ წამს 14 ლარიანი შაურმები გვა გარდი გაჩხერილი ზოგს ჰორიზონტალურად ზოგს შვეულად მეუთხარი სადღა უნდა ჭამო აი არა უნდა ვჭამო ეს ძალიან მიყვარს და აი ძაღლი რო გაუშვა და სუნით მივიდეს ხო იცი ეგე მივიდა პონჩიკთან ანუ გარშემო საშაურმე სუნი იდგა და იმან პონჩიკი იპოვა
იყიდა 3 წელი. ბარბარე მეო აუწეღარ მე მგონი ბარბარის მაგილად ნინო თქვი. ბარბარე მეო შანსი არ არისო ის თუ შეჭამა ნახევარი წამოვიღეთ რომ ნინო შეჭამს მე. ბაცაცო მოდი. ბიჭო მოდი ჩემთან. შეჭამა ხალხნო შეჭამა მე ვერ შეჭა ნახევარი შევჭამე ისიც ხათრის გულიზე რომ მეთქი შანსი არა. ბარბარე მე არ მიყვარსო. მაინც უყიდა არ მაინტერესებს ჭამეო და რომ მოველთ ივანე მიასცი კუდილა ის პონჩიკი და შაურმა ნინო. მეც მიყვარს მაგრამ არ უნდა იყო ეგენა ჭამი რა. წამოვედით. ესე იგი როგორ მოძრაობს იცი? მე საათს ვუყურებ ან წამიწამზე მაგ გათვლილი დრო რომ ჯერ ის რომ სახში დროულად მოვიდე და ეს რაც ვიყიდე ეს ყველაფერი. ბარბარეს რაც უყიდე ჩემებს არავჩივი ვარ მე არ მეჩქარება. ბარბარეს რაც უყიდე კურტკებიან დაწყებული ტანსაცმლიან დამთავრებული უნდა გავრეცხო. ეგ ხო ვერ ჩავაცმე. უნდა გავრეცხო და დავაშრო რომ ბავშვ ჩაულაგო რომ დილის 6:30-ზე წავიდნენ. ანუ მოვდივარ რა ტუწუნას პაპარუარი ხო იცი რომ ლაპარაკობს და მოდის ჩქაჩქა და გავიხედე სად არის მოდის სამგორში მონარნარებს ნელა აუჩქარებლად ქალო მეუთხარი 13 წუთი იყო 2-ის ხო 2-ის 13 წუთია და 2-ის 15 წუთზე გადის მარშრუტკა 2 წუთში ხედავ მარშრუტკას მონარნა აი ეს რომ დაუვიღლია მეუთხარი ჩქარა როგორ მოდის იცი ესე და თან მეჩხუბება რომ მარშრუტკაში თუ ადგილი არ იქნება მე არ ამოვალო მეუთხარი წამოდი დროზე ნახოთ ჯერ იქნება არის ამ თან ვამშვიდებ რომ როგორ არა ამ დროს იქნება მეთქი არა იყო ფართლა 3 ადგილი იყო ზუსტად დავსხედე აი ხონეშით მივიყვანე სურა მე ხო გავრბოდი ეს მივათრევდი პონჩიკი ამოვარდებოდა ჩავითოთ აი მე თან დაჭდა და იყვნეს მე აქ აღარ მე ფეხითო აღარ წამოვალო მე მარშრუტკით აღარ წამოვალო ეგ ორ კვირაში ერთხელ და ამგზავრო მაგით თორე ისე არ შეიძლება ბაცაცო ძალიან წუნკალა ძაღლი ასე დავასხი ასე და აი ესი არის კიდე თოდა დავლია აუცილებლობა რა გჭირ არა ჩანს აუძურა იმაზე ბაცაცო აქ დაძვრნენ დედი ხეზე არ შენხარ მანდ ჩევოლამაზო ე ხორი ძალიან მიყვარს რა კატაც და ისეც მაგრამ კატა რომ მიყვარს ძაღლი ისე არ მიყვარს აი ჩემ თავს ვუტყდები მაგაში რა აი უზომოდ მიყვარს და რავი ცუდად რო იყო ინაღამ ცუდად გავხდი სად არის ხმა ის მოდი ჩემო ცხოვრება მოდი პატატინა ბანჩო მოდი ცუდად რო იყო ხო აი მეთქი რომ ეს რომ მომიკვდეს რაღა ვქნა და რავი გადავყვები ზედ რო შიოდეს ვერ დავიძინებ რო სციოდეს ვერ დავიძინებ მაგრამ აი კატა არა კატას უსხვა თემაა ჩემთვის ნებისმიერი კატა აი ქუჩაში ქუშინ წინ მარჯამაზე ვაგზალზე ის დავინახე მეტრო და რო გამოხარ ქუჩის კატა და მე რამდენად უნდა აუშვა ბაცაცო რატო დაძდებ ისო მოდი ჩემო ცხოვრება მოდი ჩემო პატატინო ძორება მოდი ფეროხდება მოდი პატარა რატო ხარ ეთი ბეწო ეთი ნეტო რატო ხარ ბაცაცო ვაიმე კიდე პატარა ბიჭი შენ დავარცხნეს ავარცხდით აქ იცი რომ კუდა მე მყავდა ხოლმე აქ იცი რომ კუდა იყო ხოლმე და კუდას ვიფერებოდი იცნობ შენ კუდას არ იცობ რო გამოთბება ერთს ვაბანავებ კიდე კაი წადი ახლა წადი ქუჩუთი დედას პატარა ესეც ასე წავედი ახლა საუკრეფავ რაც დასაუთოებლებია თაკე დავალაგებ რაც ესეთი რამეა ბარემ დავკეცავ რა მეძალება მაგრამ ამდენი სიძარმაცე არ შეიძლება
არ გამოვა თორე, ჰა. ვაიმე როგორ დასდევს. როგორ აყარა ყველა ხეზე. ბავშვებო წავედით ახლა, всё. ამის მერე ყავა თუ მენდომება. ძალიან პაწაწინა ქაშით გადავიკეთ. ბავშვებო, წავედით. ბაცაცო წამომყევი შენ ეგენი წამოვლე. წამოდი. ეგენი მიხედავენ. წამოდი ჩემო ცხოვრები. მუჭუკო, მოდი. ბაცო, მოდი ბაცო. სად არის ჩემი ბაცო? დათი ჩემი პატარა, მიდი. აღარ გადმოხვიდე? ოპას, გაიწი. გაიწი. დაგიყვან. ისინი თვითონ გადმოვლენ ღობიდან. ესეც ასე. კარგი. ბიჭო. დებირო. იცი რა მიყვარს? სარეცხიო კიდია გარეთ და ალაფრანის სუნი რო ტრიალებს ეზოში, აი ეგ. წავედი აბა. ბედნიერი დღე ყველას.